დავიწყოთ აფხაზეთიდან, სადაც წვიმს და 16 გრადუსია ნავარაუდები. სოხუმში 17 გრადუსი და აქაც წვიმიანი დღე. გადავინაცვლეთ ზუგდიდში 18 გრადუსი, მზე გამოანათებს ღრუბლებიდან. მესტიაში წვიმს 8 გრადუსს გვერდებიან სინოპტიკოსები. რაც შეეხება ფოთს, აქაც წვიმიანი დღეა და 17 გრადუსი. ბათუმში 17 გრადუსი ასევე ნავარაუდები, თუმცა წვიმის გარეშე ღრუბლის თანხლებით ჩაივლის დღე. ოზურგეთში 18 გრადუსი და მზეც ამოიწვერება ღრუბლებიდან. ქუთაისში 19 გრადუსი დაფიქსირდება. ამროლაურში 18 გრადუსი და ასევე მზეც გამოანათებს. ახალციხეში 17 გრადუსს გვერდებიან სინოპტიკოსები. ბორჯომში 15 გრადუსი, უმეტესად ღრუბლიანი იქნება დღეო, გვეუბნებიან. ბაკურიანში 13 გრადუსი. გორში 18 გრადუსია ნავარაუდები და უმეტესად ღრუბლიანი, ცხინვალში 17 გრადუსი, ასევე უმეტესად ღრუბლიანი დღე გელოდებათ. სტეფანწმინდაში 10 გრადუსი. გუდაურში 6 გრადუსია ნავარაუდები, უმეტესად ღრუბლიანი იქნება დღე ამ შემთხვევაში. თელავში 20 გრადუსი, მზეც გამოანათებს ღრუბლებიდან. რუსთავში 21 გრადუსი, უმეტესად ღრუბლიანიო და თბილისში 21 გრადუსი, უმეტესად მზიანი ამინდი გველოდება. აი, ესე იგი, ამ დროს გვაქვს ხოლმე პირდაპირ კადრი ჩვენი სატელევიზიო ანძიდან, მაგრამ აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ჯერ ბნელა. ზურა, შენც და კადრიც ერთიანად თანებდით. კიდევ კარგი გვყავს ჩვენი სინოპტიკოსები, თუ რა გვეშველებოდა. მე ვეღარ ვამბობ ამინდის პროგნოზებს. ბოლო პერიოდში ძალიან კარგი ინფორმაციას გვაწვდენ, მე პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ. ბოლო პერიოდში დედაბუნების ვარ ძალიან კმაყოფილი.